მოგესალმებით, რამდენადაც გიორგი გახარიას პარტიული სიით უპარტიოდ გახდეთ არჩეული საპარლამენტო არჩევნების დროს, თუმცა მე ჩემი სიტყვა შევასრულე და ლეგიტიმაცია არ მივეცი, არალეგიტიმურ ერთპარტიულ პარლამენტს და ველოდებულად ჩავთვალე შევიფასებინა ის გადაწყვეტილება, რომელიც საზღვარს უყარის გვერდზე 1 წლის თავზე, მას შემდეგ რაც უამრავი ხალხი ციხეშია, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ავტორიტარიზმია, დაეკავებინათ მათ პარლამენტში ადგილი. პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, ის იმ ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც ვერც პარტიას ვერ გადაარჩენს და ვერც რაიმე სხვა ტიპის შედეგს ვერ დადებს, რაც უნდა პრაგმატული იყოს ეს შედეგი, იმიტომ რომ ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტს აქვს მხოლოდ რეჟიმის დაცვის ინტერესი და არა ხალხის შესაბამისად ეს პარლამენტი, რა თქმა უნდა, დარჩება კიდეც ისტორიაში, როგორც ივანიშვილის რეჟიმის პარლამენტში და იქ მონაწილეობა არის დიდი პოლიტიკური შეცდომა, რომლის ფასად დარწმუნებული ვარ გადაიხდის როგორც პარტია, ასევე თითოეული ის პირი, რომელიც იქ შევა. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ლეგიტიმაცია როგორც ესეთი ივანიშვილის რეჟიმის მაინც არ ექნება ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, იმიტომ რომ ეს არის მკვეთრად ჩამოყალიბებული ანტიდასავლური ძალა, რომელიც უპირისპირდება საკუთარი ხალხის არჩევანს და იმ კონსტიტუციას, რომელიც გადაახიეს ხალხს შესაბამისად, წინააღმდეგობა ბუნებრივია გრძელდება, თუმცა ეს გადაწყვეტილება არც პირველია საქართველოს უახლეს ისტორიაში და არც ბოლო და ისევე დასრულდება, როგორც აქამდე გვინახავს დასრულებული პოლიტიკური ფასის გადახდით, ამიტომ მე ჩავთვალე ვალდებულად, რომ ჩემ პოზიცია მეთქვა და ადამიანურად ძალიან წუხვარ იმის ყურებას, თუ როგორ დაღვა ივანიშვილის რეჟიმის ნებას გუნდი, რომელიც ამბობდა, რომ ივანიშვილს დააკარგინებდა ფულს და ძალაუფლებას.